ალლაჰის მოციქულმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: არ დადგება სამსჭარო საათი, სანამ არ იმეფებს კაცი ჩემი აჰლი ბეითიდან, რომლის სახელიც შეესაბამება ჩემს სახელს და რომლის მამის სახელიც შეესაბამება ჩემი მამის სახელს. ის აავსებს დედამიწას სამართლიანობითა და სამართლით. შიებსა და სუნიტებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მაჰდის სახელთან დაკავშირებით. შიები ამბობენ, რომ მისი სახელია მუჰამედ იბნ ალ-ჰასან ალ-ასკარი და სწამთ, რომ ის ღაიბეში, დაფარულ მდგომარეობაში იმყოფება. ისინი ასევე ამბობენ, რომ იმამ მაჰდი ალეიჰის-სალამ არის ფატიმა az-ზაჰრას შთამომავლის უკანასკნელი დარჩენილი წარმომადგენელი და რომ იგი დაფარულ მდგომარეობაში გადავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება იმამ ალ-ასკარის შვილს ეძებდა. აჰმად იბნ ჰანბალის და ტირმიზის მუსნადებში მოხსენიებული ჰადისებით და იბნ მაჯას სუნანით, იბნ კასილის მიერ და ალ-მუტაყი ალ-ჰინდის მიერ კენზულ უმმალში აბუ საიდის ჰადისით, სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, თქვა, რომ მაჰდის სახელი შეესაბამება ჩემს სახელს. ჰადისებში მოხსენიებული ჰასანის ძე გულისხმობს იმამ ჰასან ალ-ასკარის ალეიჰის-სალამს, რადგან იმამ მაჰდი მისი შვილია. რაც შეეხება სუნიტებს, ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ მისი სახელია მუჰამედ იბნ აბდულაჰი, რათა დაემთხვას წინასწარმეტყველის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამს სახელს და მისი მამის სახელს. ისინი ამტკიცებენ აბუ დაუდის ჰადისით: მისი სახელი იქნება ჩემი სახელის მსგავსი და მისი მამის სახელი ჩემი მამის სახელის მსგავსი. თუმცა საუბრის მთავარი მიზანი არაა ორი მიმართულების დავის დაცვა, არამედ სიტყვა იუვატიუს მნიშვნელობის განმარტება. ზოგიერთი შეიხი ამბობს, რომ მუვატაა აუცილებლად სრულ დამთხვევას არ ნიშნავს, არამედ შეიძლება ნიშნავდეს მსგავსებას. მათ თქვეს, რომ რაღაც საკუთარ თავს არ ემთხვევა, არამედ სხვას ემთხვევა. ამიტომ ზოგი ფიქრობს, რომ მაჰდის სახელი შეიძლება პირდაპირ მუჰამედ არ იყოს, არამედ იყოს სახელი, რომელიც მნიშვნელობითად მთვისებით გავს წინასწარმეტყველის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამს სახელს, მაგალითად აჰმად, ან სხვა სახელი, რომელიც ქებას უკავშირდება. ასევე შეიძლება მისი მამის სახელიც გავდეს წინასწარმეტყველის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამს მამის სახელს, აბდულლაჰს, მაგალითად აბდურ-რაჰმან, აბდურ-რაჰიმ და სხვა მსგავსი სახელები. ზოგი მოსაზრებას ტავიინების სიტყვებით ამაგარებს. მაგალითად, მუჰამედ იბნ სირინი და ვაჰბ იბნ მუნაბბიჰი ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ომარ იბნ აბდ ალ-აზიზი ყოფილიყო მაჰდი, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი არ იყო მუჰამედ იბნ აბდულაჰი. შემდეგ მომხსენებელმა ახსენა პაკისტანელი კაცის სახელად მუჰამედ ყასიმი, რომელიც ამტკიცებს, რომ ხედავს სიზმრებს სამყაროს აღსასრულისა და დიდი ომის ნიშნებზე და თქვა, რომ მისი და მისი მამის სახელები გავს წინასწარმეტყველის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამს და მისი მამის სახელებს. ბოლოს მან წაიკითხა აიათი: შენ ვერ დააყენებს სწორ გზაზე იმას, ვინც გიყვარს, არამედ ალლაჰი აყენებს სწორ გზაზე იმას, ვისაც ინებებს და ის უკეთ იცნობს სწორ გზაზე მყოფებს.